ქათამი გრილზე შემწვარი ვიცი რომ ბევრს უყვარს, აგერ ცუგასაც უყვარს, რამდენი ძაღლია, რა თქმა უნდა, ახლოს, იქ სადაც გემრიელი სუნებია და აგერ ვხედავთ როგორ წვავენ ქათამს. ნახეთ, ქათმის 3 სტადია. უმი, ნახევრად შემწვარი და აი ძალიან შემწვარი. იმდენად რომ უკვე ძვალი ჩანს. ობიექტის მე პატრონემ გვითხრა რომ გუშინ გამოტანილია, მაგრამ დღეს მაცივარში მქონდაო და დღეს შევაგდეო შესაძლოა. უბრალოდ იცით რა მაინტერესებს? აი ეს რო წვეთავს ამაზე. ეს ნახევრად შემწვარია? ის შემწვარია დავინახე. ის გუშინდელია. ეს ეხლა იწובה თუ არ იწובה თუ? დილით რომ მოდის ხალხი, ყველას უნდა ზოგადად ახალ შემწვარი. კი ბატონო. ეს ნახევარზე შემწვავ გუშინ. ვაჩერებთ იშა. ხო. და მე აგრძელებთ. და ეს უბრალოდ შემზადებულია. ეს ხო. ეს ახლა ნახევარ საათში 40 წუთში მზად იქნება, ამას უკვე საათი. და ის რო ეწვეთება, ანუ შემდეგ რიგს არა უშავს? არა, რასო. და იმ შემწვარს რა უფრო იაფად ყიდით თუ რა უფრო იაფად გასაგებია, იმიტომ რომ გუშინდელი. ნუ თავარი არ ვატყუებთ მომხმარებელს და ვეუბნებთ რომ ეს არის გუშინდელი შემწვარი და შესაბამისად ესეთი ფასი აქვს და ეს არის ახალ შემწვარი. არ ვიცი, ეხლა რა გითხრათ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იქ რა ხდება, ანუ როგორ პირობებში ამზადებენ უკვე ნედლეულს, პროდუქციას, ქათამს. აი ვუყურებთ როგორ ხდება ამუშავება გრილის, აი ახლა დაანთებენ. ატრაქციონი დაიწყო. ქათმის შეწვა გრილზე. ვისაც გიყვართ და ვისაც გაინტერესებთ, აი ესე ხდება. გრილი მუშაობის პროცესში. ყველაფერი დანარჩენი კი მადონას რეპორტაჟში. ეს არის პატარა მცირე საწარმო. ქათმი იწყებება გრილზე. ეს არის მაცევრიდან გამოღებული, დაბასტურმებული უკვე. ეხლა მაინტერესებს ამას აქ რეცხავთ? კი. ცივი წყლის გარდა წყალი არ გაგაჩნიათ ხო? აბა სად არის ცხელი წყალი მაჩვენი? აჰა. ხელსაც აქ იბანთ, ინვენტარსაც აქ რეცხავთ და იმასაც აქ რეცხავთ. ერთადერთი ონკანი გაქვთ, ხო? სანიტარულ დღეს რას ხშირით ატარებთ? კვირაში ერთხელ. და ეს ამდენი მწერი კვირაში ერთხელ შემოდის და ამდენი აბლაბუდა? ღია პროცესი, სადაც მიმდინარეობს ჩემი ძვირფასი ადამიანი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტანსაცმელი იყოს, გამოფენილი, ქუჩაში ნასიარულები ტანსაცმელი. ეს ცოტა სხვანაირად უნდა იყოს. მე მესმის რომ თქვენთვის ეს საარსებო წყაროა და უნდა იარსებოთ და უნდა იმუშაოთ. მე მივესალმები თქვენ ბიზნესს, მაგრამ ბიზნესი ხო სწორად უნდა ვაწარმოოთ. ტერიტორიის სიმცირე არაფერ შუაში არ არის აბსოლუტურად. აქ უნდა ერთი კარგი დალაგება უბრალოდ. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. არაობიექტური ვიქნები რომ დაგიკარგოთ შრომა. უჟანგავი საკმაოდ ძვირადღირებული მაგიდა არის. არაჩვეულებრივი სინები არის გაპრიალებული, კონტეინერებიც ნახეთ რა სუფთა არის და ერთჯერადი კონტეინერებიც არის ობიექტზე, ერთადერთი რაც არ არის სწორი, აი ამის არსებობა აქვს. გარეთ მოწევთ თუ შიგნით მოწევთ, მნიშვნელობა არ აქვს, შიგნით არ უნდა შემოიტანოთ, რა მნიშვნელობა აქვს. ქათმის ნაწილაკები არის მორჩენილი და ეს არის გამზადებული, დაბასტურმებული, დასუფთავებული ქათამი, რომელიც შეკაზმული კი ბატონო, დაბასტურმებული, იმიტომ თქვი სხვადასხვა სანელებლებში და შემდეგ უკვე აქაც ქათამია და გამზადებულია იმისთვის, რომ მაცივარში შეინახონ უბრალოდ ჩვენ შეუშალეთ ხელი. ძალიან ბევრი რამე გაქვთ დაგაკეთებული, რასაც ვერ დაგიკარგავთ. ჭერი, მოწესრიგებული გაქვთ, იატაკი მოპირკეთებული გაქვთ, მაცივრები გაქვთ. სინები, უჟანგავი მაგიდა მოწესრიგებული გაქვთ. ჰასპი დანერგილი არა გაქვთ, ხო? ჯერ არა. ჯერ არა, მაგრამ აპირებთ თავისთავად, იმიტომ რომ კანონი ითხოვს ჰასპს. ზუსტად აი ჰასპი რო გქონდეთ, აი ბევრი რამე აბსოლუტურად გასწავლიან სპეციალისტები, გასწავლიან თუ როგორ მართოთ ობიექტი. ყველაფერს აბსოლუტურად აქვს შესაბამისი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა ამზადებდეთ.